Hi! აიცით რომელი დღის საუკეთესო ნაწილი შენ ცივყავას რომ გაიკეთებ გემრიელი ნუშის ვწით და ამასაც რო საოცარი გემოგს და უბრალოდ TikTok-ს სკროლავ ან არ ვიცი წიგნს კითხულობ თან მით უმეტეს ამას თუ დაუმატებთ სახის ნიღაბს ეგ არის დღის საუკეთესო ნაწილი მაგის მერე უბრალოდ არ ვიცი ხომ რა გავაკეთო იმიტომ რომ დიდით ზუსტად ვიცი, ანუ რამ სიამოვნებს და მაგ ყველაფერს რომ მოვრჩები შემდეგ I'm just miserable. It's just so good. მოკლედ, სახეზე მიშვია Nivea-ს კრემი. რომელიც არის მრავალფუნქციური და უბრალოდ ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრი დანიშნულებით, ანუ თმაზე წაისვათ, სახეზე წაისვათ, ტანზე წაისვათ, ანუ ყველგან შეგიძლიათ წაისვათ საერთოდ. ლურჯ შეფუთებში რო არის. ხო და TikTok-ზე შემხვდა გვედაო რომ ამას იყენებდნენ როგორც ნიღაბი და სახეს ძალიან კარგად ატენიანებდა და მე ხო კმაყოფილი არასდროს არ ვარ დატენიანებით და არ ვიცი მინდა რომ კანი გადაპრიალებული იყოს და საოცრად დატენიანებული და რბილი იყოს ხო და ეხლა ტესტავ ამას გუშინ საღამოს წავისვი სხვათა შორის დატენიანებული მქონდა დიდი ხანი არ გამიჩერებია დაახლოებით 9 საათი და ახლაც ვაპირებ რომ მხოლოდ 9 საათი გავიჩერო მაგრამ სხვათა შორის ამბობდნენ რომ ვისაც ცხიმიანი კანი გაქვთ არ ურჩევდნენ მოკლედ წასმას იმიტომ რომ ფორებს ბლოკავს და შეიძლება ზოგში გამოიწვიოს არ ვიცი გამოყრა რაღაცების ხო და მაინც არ სცადოთ ვისაც არ დაგიტესტავთ მე მშრალი კანი მაქვს და ეს რაღაცებზე არ ვიცი არაფერი არ გამომდის ხოლმე ძირითადად მიუხედავად იმისა რომ სენსიტიური კანი მაქვს ხო და თან ხალხო ანუ ამ კრემზე ვარ გაზრდილი ანუ ბავშვობაში დედაჩემი სულ ამ კრემს ყიდულობდა და ანუ მეც ამას ვისვამდი და არ ვიცი მაშინაც კარგი სახის კანი მქონდა და ახლაც დიდად ვერაფერს ვერ ვიტყვი კარგი სახის კანი მაქვს so I'm just testing out რაღაც ნაწილი შეიწოვა ხო და დატენიანებისთვის მართლა ძალიან კარგია და ვნახოთ უკვე დაახლოებით 2 კვირაა რომ ვიდეო არ ამიტვირთავს yes არ ვიცი რატომ I have no idea მაგრამ მე მინდა და ვიდეოს გადაღება ვიყავი ქობულეთში რა დროსაც დაემთხვა საოცრად საშინელი ამინდები რადგან იყო წვიმა და სახელან ძირითადად არ გავსულვართ ამიტომ გადავწყვიტე რომ არაფერი არ გადამეღო და ზოგადად ნერვები მომუშალა რომ ზერო არ იყო და ასეთი ამინდები იყო ასე რომ არაფერი არ გადამეღია და რუჯი მინდოდა რაც რა თქმა უნდა არ გამომივიდა ასე რომ ხო ეს ასე რომ არც იქ არ გადამეღია და ეხა ისევ თბილისიდან გავაგრძელებ გადაღებას და აქაც საინტერესო დიდად არაფერი არ ხდება. ამ vlog-ის გადაღება როდის დავიწყე არც კი მახსოვს but I know you love me ასე რომ მომიტევებთ მოკლედ გარეთ უნდა გავიდე და ისეთ სიცხე ამ სიცხეში მე არასდროს არ მაქვს თავი რომ საერთოდ რამე გავაკეთო და ზოგადად სიცხე როა საერთოდ ყველა და ყველაფერი მეზიზღება მძაგს და არ მინდა არავის დაველაპარაკო ხო და დღეს მინდავს რომ გავიდე და დაველაპარაკო კელა ვილაპარაკო რაც მეზიზღება და ანუ ვერ ხვდები ტაქსების და სიცხულები არიან ამდენი ხანი რა უნდებიან მოსვლას თუ რაღაც ანუ იმდენი ხანია ველოდები ვერ ვიძახებ და რა ვიცი So, there are some chemi outfit რამაცვია. ეს მაისური, რომელიც ძალიან შევიყვარდა ბოლო დროს, ანუ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან საყვარელია. ეს ჩანთა და ჩემი საყვარელი შარვარი, რომელიც თითქმის ყოველდღე მაცვია და უბრალოდ არ მწყინდება. ეს კამერა არასდროს არ ვიცი როგორ დავაყენო. Ballerinas. ანუ ძალიან ცხელა.
მიან ტაქს რატო ჭირს არ არის საცობი და რატო დგას? It's good. დღეს გავიღვიძე ისეთ ხასიათზე, გეტყვით, რომ რაღაცები უნდა დავივიწყო და უნდა დავიკიდო. თანაიცით როგორ გავიღვიძე, რომ პრიორიტეტები სხვა რაღაცაზე გავაკეთე და სხვა რაღაც მინდა საერთოდ დილიდან. და სხვა რაღაცაზე ვფიქრობ, მაგრამ ბოლო დროს არ ვიცი. ერთ ადამიანზე ვფიქრება ხოლმე სულ ყოველთვის, რომელთვისაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მე სოცხალი ვიქნები თუ მკვდარი, ასე რომ დღეს გადავწყვიტე, რომ დავივიწყო და დავიკიდო. და დილით იმის სურვილი მქონდა, რომ უბრალოდ ვინთიდი გამეხსნა და რაღაცები დამითვალიერებინა. ვიდრე მაგალითად ამ ადამიანზე მეფიქრა, ხო და ეგ ძალიან მომწონს და მაშინ რომ შევედი და ვინთიდზე ვათვალიერებდი რაღაცებს. ანუ ხალხო არ შემიძლია, ანუ იმდენად კარგი რაღაცებია და იმდენი რამე მომწონს. იმედი მაქვს რომ ერთ დღეს ჩემ მიზნებს ყველაფერს ავისრულებ. და ანუ ვინთედზე რომ შევალ, რაც მომეწონება ყველაფერს თამამად გამოვწერ. ეგ არის ჩემი მიზანი. ხო და თან ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ხატია რა ჯანდაბა გჭირს, ანუ ლამაზი ხარ, ყველაფერი გაქვს. და ითხოვ ვიღაც დებილის ყურადღებას და ზოგადად ვინც მიყურებთ, ანუ ლამაზები ხართ, ჭკვიანები, განათლებულები და ითხოვთ ვიღაც დებილი გაუნათლებელი ადამიანის ყურადღებას, ანუ რისთვის? Girl, you should know your fucking place. და საკუთარი თავი უნდა დააფასოთ, ხო და ანუ იმდენ ადამიანს შევხვდები და იმდენ ადამიანს შევხვდებით კიდე მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ანუ ვიღაცაზე რატო უნდა იფიქროთ, ან რატო უნდა მისტიროთ, ან რაღაც. ამას კი ვამბობ, მაგრამ მე მე თორემ ვერ ვითვალისწინებ ხოლმე, მაგრამ დღეს რაღაც ეგრე გავიღვიძე, რომ ანუ всё, უკვე აი აქ არის სადღაც საკ. ყელში ამოვიდა, ხო და აღარ ვიფიქრებ. არა, ერთ ადამიანზე არა, ორზე ვფიქრობ. Okay, I'm just kidding. Okay, არ ვარ ეგეთი ადამიანი, ნეტა შემეძლოს, რომ როგორც სხვა ადამიანები არიან ჩითერები, ეგრე გავაკეთო, ან ვიღაცისგან რაღაც ბენეფიტები მივიღო, მაგრამ ეგ ჩემგან არის ძალიან შორს. და ხშირ შემთხვევაში ბენეფიტები ჩემგან ვრიხებენ ვიდრე მე. ეგ ყველაფერი არის ჩემგან ძალიან შორს და ვერც ვიქნები ეგეთი ადამიანი, I don't know. So yeah. ყველაზე კარგი რაღაც და მე მგონია ჩემზე ის მოქმედებს, რომ ყურადღების გარატანა თუ მინდა, girl, e-shopping-ე, წადი არ ვიცი, რაიმე ვინტაჟურ მაღაზიებში დაათვალიერე ძალიან გაინტერესებს, მე რაც მოგეწონება ის იყიდე whenever.
ხოდა ყურადღების გადასატანად და რაღაცების დასავიწყებლად, ანუ ეგ ყველაზე კარგი გზა არის მგონი. ყველაზე არა, მაგრამ თან ერთობი და თან ტანსაცმელი რჩება, ასე რომ მოკლედ I'm done with this shit. I'm saying that. დღეს უნდა წავიდე რაღაც კომპანიის. თორე სახლა უნდა გავიდე თან ამანათები მაქვს გამოსატანი რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან. ანუ ძალიან მეზარება რა სხვადასხვა ლოკაციებზე სიარული ამანათები რომ მაქვს გამოსატანი, იმიტომ რომ ანუ უდიდესი საცობებია და ამდენი ნერვები მართლა არ მაქვს რომ საცობში ვიყო საათობით. ხო, ვინთეჯზე ვიპოვე ისეთი ლამაზი ფეხსაცმელი. ანუ პირდაღებული ვუყურებ მართლა და ღირს 525 евро. ანუ გაჩვენებთ. აი ეს პრადას ფეხსაცმელი არის უბრალოდ საოცრება. ასევე ვიპოვე ეს მეორე პრადას ფეხსაცმელი, რომელიც არის ულამაზესი. და მესამე პრადას სანდლები, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია. ანუ რატო არის ცხოვრება ესეთი რთული? I just want it. ძალიან მინდა სამივე. Guys, მე გაჩვენეთ ჩემი ახალი ფრჩხილები? Look at this. როგორ მოგწონთ, იმიტომ რომ მე გავგეშდი, მოკაც ჩემი საყვარელი ფერი არის Tiffany blue. ყოველთვის ძალიან მომწონდა, ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად შემოყვარდა და ყველგან რასაც ვხედავ არ ვიცი Tiffany blues ტანსაცმელს რაღაც, ანუ ეგრევე ვყიდულობ და წინაზეც ფერი ფრჩხილზე ესმესვა და ეხაც ესმისვია. It's cool, yeah, like swagging to the max, my bitch is fashion. Swag. Okay, I go. მე ჩავიცვი და გაჩვენებთ. ოღონდ აი არ ვიცი მომწონს თუ არა, თან მომწონს და თან რაღაცნაირად გადაღებას რომ უნდა წავიდე და რაღაც ანუ ვფიქრობ რომ მაგას არ შეეფერება და არ ვიცი გამოვიცვალ თუ დავიტოვო. I'm gonna show you. ეს ზედა ამ ზედის გადაკეთებას ვფიქრობდი, იმიტომ რომ თან მომწონს, თან არ მომწონს, არ ვიცი. ანუ ეს მკლავები თითქოს ცოტათი დიდია და ვფიქრობდი, რომ ანუ აი აქ ჩამოვიწროვებინა, იმიტომ რომ ძალიან უზარმაზარია. და ანუ გონია რომ ეგრე უფრო კაი იქნება, I don't know. თუ გამოვჩნდები, არ ვიცი. შლაქსი შარვალი მოცვია და ბალერინები. And the back. This one. Oh god, I don't know. მომწონს, მაგრამ თან რაღაცნაირად გრძნობ თავს. არა კომფორტულად საბით. You know. But I like it. It's so cool. Okay. ბოლო პერიოდში შეიძლება ვიდეო შევხვდეთ აი ამ PSP-ს უნავაზე, რომელიც ღირს უიაფეს და ფასდაკლებით ვიყიდეთ 11 ლარადან 13 ლარად. ეს არის რაღაც Essential-ის 2 ნომერი, მოკლედ ძალიან დამაინტერესდა, იმიტომ რომ ძალიან იაფი იყო. ხო და my honest review, guys. ანუ ეს არის რაღაც სუნამობის დუპები, მე როგორც აღმოვაჩინე. ამ 2 ნომერს აქვს ბაკარას სუნი. ბაკარას სუნი ზოგჯერ მიყვარს, ზოგჯერ მაღიზიანებს. მაგრამ ორიგინალს მაინც ცოტა სხვა სუნი აქვს, მაგრამ მიმსგავსებულია ყოველ შემთხვევაში. დიდხანს არ ყვება ეს სუნამო. ზოგადად მე ისეთი კანი მაქვს, არაფერი არ გამდევს ხოლმე, ანუ კანზე ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული. მაგრამ ეს კიდევ უფრო არ ყვება, ეგრე მგონია. ან მე ვერ გრძნობ. არ ვიცი. შესაცხურებელი აქვს ძალიან იაფიანი, აი დეოდორანტის შესაცხურებელი აქვს და მალე იცდება.
13 ლარად it's okay to make mistakes. 13 ლარად ხო, 13 ლარად მეც არც უნდა მოელოდე. სხვა სუნები არ ვიცი როგორია და თუ რომელიმე იცით და მოგწონთ გამეზიარეთ. მაგრამ ზაფხულისთვის მგონია რომ ესეთ სუნამები ძალიან მძიმეა და მე მაღიზიანებს ხოლმე ძალიან. მაგრამ თან იცით რა არის ყოველწელს ვისხავ. ანუ ეგეთ სუნამები ზოგადად მიყვარს რომ აი ჩანთაში გიგდია და ანუ ყოველწელს დაისხა, იმიტომ რომ ეგ ჩვევა მაქვს რომ ანუ ყოველწელს უნდა ვისხარე და ჩემ გარშემოყოფები შევაწუხო სამწუხაროდ. ხო და აი ამაზე ეგრე ვარ ჩანთაში მეგდია და ყოველწელს ვისხარ. და იმედი მაქვს რომ ძაფრი სუნი არ აქვს, იმიტომ რომ მე ვერ ვგრძნობ სუნს რომ ასხია. და რომ ვისხავ უფრო რომ ემატება Okay, I don't know. Outfits are with Charlton Tor. Why is this so hard? Why life is so hard?